მოგესალმებით ეთერშია წიგნი პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტის მხარდაჭერია რადიო ჯიპა და სპონსორი ლურჯი ოკეანე. დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ძალიან საინტერესო წიგნს, სტივენ ბარტლეტის სიოს დღიურს და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ლურჯი ოკეანის ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი. თამთა, მადლობა მოსვლისთვის. ლევან, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ ამ წიგნის განხილვით და პრინციპში მცირედი რომ მოუყვეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვინ არის სტივენ ბარტლეტი. ეს არის ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც თვითონ ამავე სახელწოდების პოდკასტი აქვს, The Diary of CEO, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკაში და Spotify 24 წელს top 5-ში შეიყვანა ეს პოდკასტი, ხო? და ამას გარდა არის ასევე სოციომედია მარკეტინგ კომპანიის Social Chain-ის დამფუძნებელი და Flight Group-ის თანადამფუძნებელი. და საკმაოდ საინტერესო ადამიანია, ხო, ინტერპრენოერი და ასე შემდეგ. პირველი რაც ასე თქვა ძალიან საინტერესო თავი აქვს სტივენ ბარტლეტს განხილული, ეს არის ასე თქვა 5 ჭურჭლის პრინციპი, ხო? ეგრეთ წოდებული 5 ჯამის პრინციპი, სადაც ჩვენ ვავსებთ ასე თქვა ამ ჯამებს და ეს არის რაც განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას და მომავალს, ხო? ერთ-ერთი პირველი ეს არის ცოდნა, ანუ რა ვიცით, მეორე ეს უკვე არის ჩვენი უნარები, ანუ რისი გაკეთება შეგვიძლია, კავშირები, ვის ვიცნობთ, რესურსები, რას ვფლობთ და რეპუტაცია, რას ფიქრობენ ჩვენზე. აი, უფრო ფართოდ რო განმარტოთ, რას ნიშნავს 5 ჭურჭლის პრინციპი და რატო არის მათგან მნიშვნელოვანი ეს ორი პრინციპი, რაც გამოყო, ხო? პირველი ეს არის ცოდნა და უნარები. ლევან, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შესავალი გააკეთე. ვინ არის სტივენ ბარტლეტი და მისი ცხოვრებისეული გზა ალბათ ჯობია პოდკასტის შემდგომ ნაწილში გავშალოთ. პირველივე კითხვაც არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ წიგნი სტრუქტურულად აერთიანებს 33 თავს, ანუ 33 წესს. სტივენი გვეუბნება, რომ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად გვჭირდება ცხოვრებაში 4 მთავარი საყრდენი. ეს არის ადამიანი, ამბავი, ფილოსოფია და გუნდი. თუმცა ეს 4 საყრდენი ვერაფერს ვერ მოგცემს, თუ ჩვენი 5 ჭურჭელი არ შევავსეთ სწორად და თანმიმდევრულად. არ აქვს მნიშვნელობა რის გაკეთებას აპირებთ ცხოვრებაში, რომელი მიზნის განხორციელებაზე გინდა ისრულნო, რომელ წიგნს არჩევთ წასაკითხად, მთავარია იცოდე ეს 5 ჭურჭელი რამდენად სწორად და რამდენად თანმიმდევრულად გაქვს შევსებული. პირველი ჭურჭელი, როგორც ახსენე, ეს არის ცოდნა, ანუ რა ვიცით. როგორც წესი, ცოდნის მიღებას ვიწყებთ ხოლმე სკოლაში, უნივერსიტეტში, შემდეგ გავდივართ სხვადასხვა კურსებს, ვუსმენთ პოდკასტებს, ვკითხულობთ წიგნებს და ვაგროვებთ თეორიულ ცოდნას. ამის შემდეგ ვიწყებთ ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, რომელსაც შემდგომ უნარს ვუწოდებთ ხოლმე. ანუ უკვე გვაქვს ცოდნა, გვაქვს უნარები, შესაბამისად იქმნება ჩვენი ეგრეთ წოდებული რეპუტაცია და ჩვენს გარშემო იქმნება ჩვენი ნაცნობი ადამიანების წრე. ამის შემდეგ უკვე გვეხსნება წვდომა სხვადასხვა რესურსებთან, რომლებთან წვდომაც მანამდე შეიძლებოდა გქონოდა შეზღუდული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ინვესტორის მოძიება თქვენი სტარტაპისთვის, განსაკუთრებით საინტერესო სტუმრის მოყვანა და მოწვევა შენს პოდკასტში, ნებისმიერი რამ რაც გვჭირდება, ნებისმიერი რესურსი და რომელთან წვდომაც მანამდე შეიძლებოდა რომ არ გქონოდა. ბოლო მეხუთე ჭურჭელი ეს არის ჩვენი რეპუტაცია, რადგანაც ამ 4 ჭურჭლის სწორი შევსების შედეგად უკვე ვიქმნით ჩვენს რეპუტაციას. შინაარსობრივად კონტექსტიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ პირველი და მეორე ჭურჭელი, ანუ ჩვენი ცოდნა და ჩვენი უნარები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგანაც პირობითად შეიძლება შემოგთავაზონ სამსახური, რომელშიც გაცილებით მეც გადაგვიხდიან, ან უფრო მაღალი სტატუსი და პოზიცია გვექნება, ანუ ეს არის უკვე მეოთხე და მეხუთე ჭურჭელი, მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და თუ ჩვენ არ გვაქვს განვითარებული უნარები, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ქვიშაში ვცდილობთ საძირკველი გავუგოთ ჩვენს წარმატებას. და ქვიშაში აშენებული სახლი როგორც წესი სწრაფად ჩამოინგრევა ხოლმე. აქვე იყო მოყვანილი მაგალითი მე ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, რომელსაც უნარები არ ჰქონდა, მაგრამ კავშირებიდან გამომდინარე გახდა გენერალური დირექტორი და შემდეგ ვეღარ მოახერხა, როცა დაითხოვეს სამსახურიდან, ვეღარ მოახერხა იგივე პოზიციაზე პოვნა. ძალიან საინტერესო მაგალითი. ცვლილებების მიმართ თანამშრომლის მაგალითი ჰქონდა განხილული. სტივენი იყო ძალიან ახალგაზრდა, როცა ანტრეპრენერობა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო და შესაბამისად მისი გუნდის წევრებიც იყვნენ საკმაოდ პატარა ასაკის. და ეს ადამიანი რიჩარდი, ვისი მაგალითიც არის განხილული 21 წლის იყო, მარკეტინგის თიმში მუშაობდა სტივენთან, თუმცა მას შესთავაზეს ნიუ-იორკში ახალი მარკეტინგული სტარტაპის დირექტორობა გაცილებით მაღალი ანაზღაურებით. თავიდან სტივენს არ დაეჯერა, რომ ეს შემოთავაზება იყო რეალური, თუმცა დათანხმდა, რიჩარდი გაუშვა, მაგრამ 18 თვის შემდეგ
კომპანია, რომელიც იყო მოწინავე იმ პერიოდში, გაკოტრდა და რიჩარდი ეძებდა სამსახურს გაცილებით დაბალანისხაურებად პოზიციაზე, ვიდრე მუშაობდა სტივენთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადობს იმას, რომ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი რეპუტაცია, დავკარგოთ სანაცნობო წრე, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ვერაფერი ვერ გააქრობს ცოდნას და ვერაფერი ვერ დაგვავიწყებს უნარებს. შესაბამისად, როცა წარმატებაზე ვფიქრობთ, როცა ცხოვრებაში რაღაცა დიადის და ღირებულის შექმნა გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ და სწორად შევავსოთ ჩვენი პირველი და მეორე ჭურჭლები. ყველაფერი შეიძლება გაქრეს, რეპუტაციაც, კავშირებიც, მაგრამ ვერაფერს ვერ უზამ უნარებს და ცოდნას რაც გაქრათ, შეიძლება რომ ყოველთვის გამოიყენო, ხო? მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თავი აქვს, ერთ-ერთი თავი აქვს ასევე განხილული, ეს არის სწავლა, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ვისწავლოთ და რამდენად მნიშვნელოვანია რომ სწავლის გადაცემაც შეგვიძლია. და ძალიან ჩემს საკუთარ გამოცდილებაზე შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტი ვისწავლე, როცა დავიწყე სწავლება, ვიდრე აქამდე სწავლობდი, ხო? რა როლი აქვს ჩვენ ცხოვრებაში მუდმივ სწავლაზე, რატო გვჭირდება რომ მუდმივად ვისწავლოთ? უკვე ვახსენეთ, რომ ცოდნა არის პირველი ჭურჭელი, რომლის შევსებაც კრიტიკული მნიშვნელობის არის წარმატების მისაღწევად. თუმცა სტივენი ამბობს და არა მხოლოდ სტივენი, ამას ამბობს ძალიან ბევრი მოაზროვნე, ცოდნის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, თუ ალტერნატივო გზა არა, ეს არის ცოდნის გაზიარება და სხვა ადამიანებისთვის გადაცემა. ხო, თუ რაიმეზე ინფორმაციის მიღება გვინდა, შეგვიძლია წავიკითხოთ ამის შესახებ, თუ რაიმეს გაგება გვინდა, შეგვიძლია ამაზე ვწეროთ, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საგნის სიღრმეში წვდომა გქონდეს, მაშინ აუცილებელია რომ შევძლოთ ცოდნის გაზიარება. სტივენი განიხილავს თავის მაგალითს, როგორ უჭირდა თავიდან საჯარო საუბარი, ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შიში და როგორ გადალახა ეს შიში. ანგარიშვალდებულების განცდა გაუჩინა საკუთარ თავს. ყოველ დღე გადაწყვიტა რომ შეექმნა კონტენტი, რომელსაც სოციალური მედიით გააზიარებდა. და შესაბამისად თუ ამას არ გააკეთებდა ყოველდღიურად უკვე რაღაც დასაკარგი ქონდა. აუდიტორია იყო ის, ვინც ამას აფასებდა. აუდიტორია შექმნა, კი ბატონო, რეპუტაცია ქონდა დასაკარგი და მათი ყურადღება. ნუ იგივეა შენი პოდკასტის შემთხვევაშიც, ხო? შენ უკვე შექმენი შენი აუდიტორია, რომელიც რაღაც პერიოდულობით არ ხარ შორს. რაღაც პერიოდულობით ელოდება ხოლმე ახალ კონტენტს შენგან. და შენს შესაბამისად ანგარიშვალდებულობის განცდა გაქვს მათ მიმართ. ანალოგიურად არის ჩემს შემთხვევაშიც, ყოველთვიურად ჩემი მკითხველები ელოდებიან ახალ გამოცემებს ლურჯი ოკეანისგან. და თუ მე ამ გამოცემას მათ არ შევთავაზებ და თუ ეს გამოცემა არ იქნება შესაბამისი ხარისხის, თუ შენ არ ჩაწერ ახალ პოდკასტს და ამ პოდკასტს არ გაუზიარებ შენს გამომწერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ორივეს გვაქვს რაღაც ძალიან მძიმე დასაკარგი, ეს არის ჩვენი რეპუტაცია და ეს არის მათი ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გარდა იმისა, როგორ შეგვიძლია აუდიტორიასთან კომუნიკაცია, რამდენად გვაქვს განვითარებული სტორითელინგის უნარები და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია შეგვეძლოს სათქმელის გამარტივება, რადგან ეს რთული კონსტრუქციები და გაბრანჭული სიტყვებით საუბარი შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს, თუმცა ძალიან მარტივად ვკარგავთ აუდიტორიას. ამას უწოდებენ ფეინმანის ტექნიკას, ნობელიანტი მეცნიერის რიჩარდ ფეინმანის გამო და ამ ტექნიკის ბაზისი არის ძალიან მარტივი, 4 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ეს არის განსაზღვრა იმისა, თუ რის სწავლა გვინდა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა გავუზიაროთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, როგორც ჩვენს ბებიას და ბაბუას, ანუ უფროსი ასაკის ადამიანებს, ისევე ბავშვებს. ანუ იმდენად მარტივად და გასაგებიანი უნდა შეგეძლოს საუბარი, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანთან შეძლო ამ თემებზე კომუნიკაცია. 3 წლის ბავშვს თუ ვერ აგებინებ, ესე იგი ვერ გააგებინებ ვერავის. ხო, ეგ ცოტა რთულია ხოლმე 3 წლის ბავშვს რაღაცები როგორ უნდა გააგებინო, მაგრამ მაინც. ხო, მესამე ეტაპია უკვე, რომ ფართო აუდიტორიასთან ყველგან, სადაც ამაზე საუბრის საშუალება გეძლევა, შენ ამ თემაზე საუბრობ და მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანია უკავშირის მიღება. და უკავშირი გეხმარება მე რაღაცების დახვეწაში, რაღაცების გაუმჯობესებაში. ასე რომ ძალიან მარტივია თუ გვინდა ცოდნის დაგროვება იწყება ცოდნის გაზიარებით, ცოდნის გაცემით და საკუთარი თავის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით. მე რამდენი წიგნია, რომელიც ხაზს უსვავს, რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა. რწმენა ჩვენ ცხოვრებაში, რწმენა იმის, რასაც ვაკეთებთ, ხო? რატო არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში ერთი რომ ჩვენ რწმენა გქონდეს რაღაცის და მეორე რომ არ შევეხოთ სხვების რწმენას, ხო? ანუ აქ ეს ძალიან საინტერესოა განხილული. ძალიან სენსიტიურ თემას შევეხე, იმიტომ რომ რეალურად ის ფუნდამენტური რწმენები, რომლებიც ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის შესახებ, ფუნდამენტური რწმენები, რომლებიც გვაქვს გარე სამყაროს ურთიერთობების ადამიანების შესახებ, არც ერთი არ ყოფილა ჩვენი არჩევანი და ყველა რწმენა არის განპირობებული. როგორც წესი ადამიანებს, როცა ეს გვესმის ხოლმე, საკმაოდ რთულად მისაღებია, ანუ თუ ეს რწმენა მე არ ამირჩევია და თუ ეს განპირობებული იყო, მაშინ როგორ შემიძლია მე ეს შევცვალო. რაღაცნაირად აპათიის განცდა რჩება ხოლმე. თუმცა
ძალიან ბევრი ფილოსოფოსი, სამოტივაციო სპიკერი, ავტორი ყველა ამბობს ერთ რამეს, რომ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი იდენტობის ცვლილება და საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ყოველთვის იწყება რწმენის ცვლილებით. მაგრამ სტივენთან შემოდის ძალიან საინტერესო მომენტი. სტივენი გვეუბნება, რომ უკვე არსებულ რწმენას არ უნდა შევეხოთ, არსებულ რწმენას არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ადამიანებს უნდა შთავაგონოთ ახალი რწმენა. რატომ? ჩვენს ტვინს ჭირდება ძალიან დიდი ენერგია იმისთვის, რომ იფუნქციონიროს და შესაბამისად მოვლენების პროგნოზირება და უკვე განსაზღვრულ ფაქტებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს იმას, რომ ტვინი ზოგავს ენერგიას და აღარ იხარჯება დიდი ენერგია მუშაობის დროს. სწორედ ეს განაპირობებს იმ წინააღმდეგობას, რომელსაც გონება გვიქმნის ხოლმე კონკრეტულ რწმენასთან, რწმენის შეცვლის მომენტში. აი მაგალითად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ჯერ კიდევ არსებობენ ამერიკაში ადამიანები, რომლებსაც ჯერათ რომ დედამიწა ბრტყელია და არ არის მრგვალი. კაირი ირვინგი თუ არ ვცდები კალათბურთელი. სიდიჟე, ხო? და ავტორი გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს შენ თუ აჩვენებ მრგვალი დედამიწის ფოტოს, ნუ ეს მათთვის ბევრს არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ იმას ჯერა რომ დედამიწა ბრტყელია. ისევე როგორც ვიღაცას ჯერა რომ ვაქცინა სიცოცხლისთვის არის მავნებელი, ვიღაცას რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ჯერა, კი ბატონო, როცა რეალურად ამისი საბაზისი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ ჯერათ. და რას გვთავაზობენ ამ რწმენის შეცვლის ალტერნატივად? თალი შაროტი არის ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და სტივენს ყავდა არაერთ პოდკასტში მოწვეული და თალი შაროტი გვთავაზობს 4 ეტაპისგან შემდგარ მოდულს, როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ, კი არ ვებრძოლოთ, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების რწმენა. იდეაში ორი მიმართულება, ერთი ეს არის ავტორიტეტი, რომლის სიტყვაც ამ ადამიანისთვის შეიძლება იყოს ღირებული, ეს შეიძლება იყოს კოუჩი, მღვდელი, არ ვიცი, საყვარელი სპორტული გუნდის მწვრთნელი და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო მეტად მტკიცე ეს არის ახალი დაჯერების შექმნა ახალ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც ეხება ჩვენი 5 გრძნობიდან ერთ-ერთს. იმიტომ რომ როცა რაღაცას შევიგრძნობთ, ვეხებით, გაცილებით მარტივია, რომ ეს რწმენა ჩვენს თავში გავითავისოთ უკეთესად. და კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თავი, რაც აქვს სტივენ ბარტლეტს, განხილული ის არის ცუდ ჩვევებთან გამკლავება. ხო? მათი ჩანაცვლება, ნუ ახლა მე ჯეიმს კლერთან შემიძლია პარალელები გავავლა ატომური ჩვევებისაც გვასწავლის, ხო, ყოველდღე 1% გაუმჯობესება, მე გაძლევს ძალიან დიდ ეფექტს, ხო? როგორ შეგვიძლია რეალურად გავუმკლავდეთ ცუდ ჩვევებს, როგორ ჩავანაცვლოთ ისინი, რას გვეუბნება სტივენ ბარტლეტი ამ მხრივ? ჩარლზ დახინგი თავის წიგნში ჩვევის ზალა აღწერს ჩვევის მარყურს, რომელიც შედგება 3 კომპონენტისგან. პირველი კომპონენტი ეს არის ჩვევის გამომწვევი ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს, ნუ არ ვიცი, სტრესული შეხვედრა, დაძაბულობა, ცუდი განწყობა. მეორე ეს არის რუტინა, ანუ ჩვეული ქცევა, მაგალითად სიგარეტის მოწევა ან შოკოლადის ჭამა და მესამე ეს არის ჯილდო. ჩვეული ქცევა, რომელიც მე რაღაც შედეგს გამოიღებს, დოფამინი გამოიღება პირობითად. დოფამინი და სტიმულია რა რაღაცა ორგანიზმში, ხო, დოფამინზე დამოკიდებული თაობა ნამდვილად ვართ. და ავტორი გვეუბნება, რომ ამ ჩვევას კი არ უნდა ვებრძოლოთ, მარყუჟის მესამე კომპონენტი უნდა ჩავანაცვლოთ ნაკლებად ადიქციური ჩვევით. მაგალითად, თუ ჩვენი რეაქცია რაღაც გამაღიზიანებელ ფაქტორზე იყო მოწევა შეგვიძლია ჩავანაცვლოთ კამფეტებით ან ნებისმიერი ქცევით, რომელიც ნაკლებად საზიანო შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნუ დიაბეტი არ უნდა დავიმართოთ. ჩვენ ვართ არსებები, ვისთვისაც ქცევა ჯილდოსთან არის დაკავშირებული და როცა რაღაცის გაკეთება გვინდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამას რა შედეგი, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოყვეს ჩვენთვის. თუმცა, როცა ჩვევის შეცვლაზე ვსაუბრობ და მესამე კომპონენტის ჩანაცვლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი, ეს არის სტრესის დაბალ დონეზე შენარჩუნება, რადგანაც ამ დროს უფრო უკეთესი კავშირი დგება ჩვენს ნეირონებს შორის და მეორე, ნუ რაც ზოგადად ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ჩვენი ცხოვრების, ეს არის ჯანმრთელობა, ანუ კარგი ძილი. კარგად გამოძინების შემდეგ ყველა პრობლემის გადაწყვეტა უფრო მარტივია და შესაბამისად ჩვენი მიზნებისკენ სვლაც და ჩვევების შეცვლაც უფრო გამარტივდება. მაგრამ როგორც წესი ჩვენ მგონია ხოლმე რომ ცვლილებებისთვის საჭიროა რაღაც დიდი და მასშტაბური ცვლილებების განხორციელება ერთდროულად. სწრაფად უნდა მოხდეს ეს, ხო? აქ ახლავე გუშინ უნდა ყოფილიყო, რაც წარმოუდგენელია და ესე არ ხდება, ხო და ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა ნაბიჯებით სვლა. ჯეიმს კლერი ახსენეთ და ძალიან კარგი პარალელის გავლება შეიძლება. ჯეიმს კლერიც იგივეს ამბობს, რასაც ამბობს სტივენ ბარტლეტი, რომ ყოველდღიურად თუ ვეცდებით გავხდეთ 1%-ით უფრო უკეთესი, წლის ბოლოს 37% უკეთესი შედეგები გვექნება, მაგრამ თუ ყოველდღიურად არ ვიმუშავებთ გაუმჯობესებაზე, უარყოფითი შედეგი არის გაცილებით უფრო მძიმე
ვიდრე ეს დადებითი 27%. ანუ პრინციპში მათ შორის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ ტვინი ეჩვევა რაღაცის ცვლილებას, ანუ ტვინი პროცესში იზრდება და არა, ანუ მაგალითად ის თქვა მე შედეგი კი არა მნიშვნელოვანი არის პროცესი, იმიტომ რომ ეს პროცესი მე გიცვლის მათ შორის ჩვევებსაც და ჩემ ჩამოყალიბებულ რაღაც რუტინას, ხო? ხო, მაგრამ ეგეც მაინცეტია, ნახე, როგორც წესი ჩვენ გვჯერა რომ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროცესი, ამაში ჩვენი ეგო თამაშობს ძალიან დიდ როლს. იგივე ეგო რომელიც გვეუბნება რომ ორიენტირებულები ვიყოთ მეოთხე და მეხუთე ჭურჭლის შევსებაზე, ანუ უფრო მეტი ფულის და სტატუსის მოპოვებაზე ვიდრე ცოდნის და უნარების დაგროვებაზე. აქაც იგივეა, გვეუბნება რომ შედეგია მთავარი, სად მიდიხარ და არა ის გზა რომელიც უნდა გაიარო. და თავისთავად საკუთარ თავზე მუშაობა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ პროცესისგან სიამოვნების მიღება ვისწავლოთ, პროცესით დავტკბეთ და ეს გაიზარდო ამ პროცესით. გავიზარდოთ და აწმყოში ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ როცა აწმყოში ხარ, როცა აი ამ პროცესით, ანუ როცა მე შენთან ვსაუბრობ, როცა მე ამ პროცესით ვიღებ სიამოვნებას და არ ვფიქრობ იმაზე, საბოლოო შედეგი და საბოლოო პროდუქტი როგორი იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალისი შემოდის ჩემს ცხოვრებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მე შენთან ვარ, აწმყოში ვარ, კავშირი გვაქვს. ხო, ძალიან საინტერესო პირლოს ეს მახსენდება კომენტარი, როცა მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, რისთვის გადიოდითო მოედანზე, მოსაგებად თუ არა და ეგეთ პასუხი გასცა, რომ გერმანელებიდან განსხვავებით მოსაგებად არ გავდიოდით. გავდიოდით იმისთვის სიამოვნება მიგვეღო, ხო? იმისთვის რომ გვეთამაშა. ხო, და საბოლოო ჯამში მე შედეგი ეგ იყო, ხო, რომ მოიგეს. კიდევ ძალიან საინტერესო. შედეგი პოდიში გაწყვეტინებ, შედეგი მეყვება ხოლმე, ანუ როცა მთელი გულით და მთელი ემოციით აკეთებ რაღაცას, როცა ნება გაქვს და სიყვარული შენი საქმის მიმართ და პროცესით იღებ სიამოვნებას, ამას შედეგი როგორც წესი მეყვება ხოლმე, ფინანსური შედეგიც, რეპუტაციული შედეგიც. კი. სტივენ ბარტლეტი წერს, რომ კიდევ ასე ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს უნდა ვაგრძნობინოთ მათ შორის ბრაზი და აქ არის ცნობილი ასე ვთქვათ, შპალერის ფილტრის ასე ვთქვათ, გვერდის ავლის სურვილი, ანუ არ იყო მსგავსი ვიღაცეების რა, ანუ ყველას არ გავდე, ხო? და მე ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ მათ შორის უნდა გავაბრაზოთ ადამიანები, ხო? რატომ უნდა გავაბრაზოთ ადამიანები, რატომ უნდა გამოვიწვიოთ ხალხი? ადამიანები უნდა გავაბრაზოთ იმიტომ, რომ მათ რამე ვაგრძნობინოთ. ჩვენ ვართ ემოციური არსებები. ხო, განსაკუთრებით დღევანდელ სამყაროში, როცა უამრავი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, ძალიან მნიშვნელოვანია შენი ბრენდი, შენი ბრენდის კომუნიკაცია, შენი პირადი ბრენდი რაღაცით განსხვავდებოდეს სხვებისგან. განურჩევლობა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დღეს მარკეტერები აწყდებიან. განურჩევლობა ნიშნავს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, რა, შენ აღარ ეს წიგნი აქ იდება თუ არ იდება, ადამიანისთვის რომ მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დაიკარგე, შენ მათ უკვე დაავიწყდი. გაბრაზება, ისევე როგორც დადებითი დამოკიდებულება, ორივე თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანია. სემანტიკური გაჯერება არის ძალიან საინტერესო ფენომენი, როცა გონება იღლება და კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას ივიწყებს. აი მაგალითად წიგნი, როცა ვამბობ სიტყვა წიგნს, შენ წარმოგიდგება ვიზუალურად როგორი შეიძლება იყოს წიგნი, მაგრამ ასოციაცია კი და მე თუ ამ სიტყვის გამეორებას დავიწყებ რაღაცა 2 წუთის განმავლობაში მონოტონურად, ანუ შენი გონება ამას უკვე დაბლოკავს. ხმაური იქნება, არანაირი ღირებული და ანუ ვიზუალურად ვერაფერს ვეღარ წარმოიდგენ, ასოციაცია არ გაგიჩნდება. იგივე ხდება ბრენდების და კომუნიკაციის შემთხვევაშიც, ხო? თუ განურჩეველი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ, შენს მომხმარებელს, შენს მსმენელს, შენს მკითხველს, ეს ნიშნავს იმათ, რომ მათ გონებაში ერთგვარი შპალერის ეფექტი მოხდა. ანუ შენ შპალერს მიღმა ვერ მიდიხარ, ადამიანამდე ვერ მიდიხარ და მის ემოციამდე ვერ აღწევ. რაც თავისთავად ძალიან ცუდი შედეგის მომტანია ბიზნესისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს რაიმე უნდა ვაგრძნობინოთ. არ აქვს ეს მნიშვნელობა, დადებითი ემოცია იქნება თუ უარყოფითი, მათ გულამდე უნდა მივიდეთ, მათი ყურადღება უნდა მივიქციოთ და მათ რაღაც უნდა ვაგრძნობინოთ. და ამ წიგნში იყო ორი საინტერესო მაგალითი, ერთი იყო კიბის ნაცვლად რაღაც ჩამოსასწრებელი. ხო, რაც ძალიან უცნაურად ჟღერდა, მაგრამ ამან მიიქცია ძალიან დიდი ყურადღება და ბევრი ასე ვთქვათ ტელევიზია თუ რა გამოცემულობა მიდიოდა და ამაზე ეკითხებოდა და მეორე ეს იყო, როცა მან გააღიზიანა თავის კონკურენტები, ხო? ან მაშინ დაინახეს რაღაც უცხო პატარა ბავშვები, რომლებიც რაღაც ახალს აკეთებდნენ და იმ წავსე წამოვიდა კრიტიკა და ამ ორივემ რეალურად პირიქით მათზე ძალიან დადებითად იმუშავა, ხო? ხალხმა გაიცნო და ხალხმა დაიწყო ამ ხალხის აღიარება, ხო, რაღაც დონეზე. ხო, ამ ხრივ საინტერესოა. კიდევ ესეთი საინტერესო დეტალი, ეს მიკრომენეჯმენტს ეხება უკვე, რატომ უნდა მივაქციოთ წვრილმანებს ყურადღება და ზართულია ზოგადად მიკრომენეჯმენტისთვის გულის დადება, მაგრამ დიდი საქმეების კეთება არ ხდება პატარა დეტალების გარეშე, ხო? მოდი რა ეს ავხსნათ, იგივე რასაც სტივენი წერს, რატომ უნდა მივაქციოთ წვრილმანებს ყურადღება.
აი ბოდიში ლურჯის სასრიალოს პრინციპზე მინდა გავაგრძელო, იმიტომ რომ როცა პირველი დიდი ინვესტიცია მიიღეს კომპანიაში და ფიქრობდნენ როგორ მოეწყოთ საკუთარი ოფისი, ერთადერთი რაც გააკეთეს ოფისში მოიტანეს წარმოუდგენლად დიდი სასრიალო და შესვენების დროს აი ამ სასრიალოზე ერთობოდნენ ხოლმე და ესეც ცდილობდნენ ყურადღების გადატანას და ნუ თავიდან მათი ინვესტორები იყვნენ გაოცებულები რომ როგორ შეიძლება ინვესტიცია დახარჯო რაღაცა უშუალებელი ლურჯის სასრიალოს მოტანაში, თუმცა როგორც თქვი, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა ამ ფენომენით, ასე ვთქვათ და თითქმის ყველა ჟურნალისტს ყდაზე მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ იყენებდნენ თანამშრომლები ამას, ხო, თვითონაც თქვა. ხო. ესე მახსოვს, რომ არ იყენებდნენ. ხო, რაღაც ინტერვიუები მაქვს მოსმენილი, ეს ნაკლებად რელევანტური ფაქტორია. აქტიურად სავარაუდოდ ვერ გამოიყენებდნენ, მაგრამ ეს იყო სიგნალი და ნიშანი იმისა, რომ მე ახალგაზრდა ვარ, მე განსხვავებული ვარ და როგორც ეს ლურჯის სასრიალოა გამორჩეული ჩემს ოფისში, ანალოგიურად მე შემიძლია რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული გავაკეთო შენი ბრენდისთვის, იმისთვის რომ გამოგარჩიო სხვებისგან. და კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია წიგნის სათაურის შერჩევის დროს. ნუ ბევრი წიგნის მაღაზიაში მივიდა, საკუთარ აგენტებთან ქონდა ბევრი დიალოგი და განხილვა და მე გაახსენდა რამდენად ხშირად იყენებდნენ უწმაწურ სიტყვებს წიგნის ყდაზე და ეს ფენომენი პირველად გააკეთა მარკ მენსონმა 2016 წელს, როცა გამოუშვა თავისი წიგნი The Subtle Art of Not Giving a Fuck. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ესეთი სიტყვა გამოიყენეს წიგნის გარეკანზე. მიიქცია ყურადღება იმდენად, რომ რაღაცა ახალ ფენომენს დაუდო სათავე და დაახლოებით 6 წლის განმავლობაში იმდენად აქტიურად გამოიყენებდნენ მე მსგავს სიტყვებს წიგნის ყდაზე, ნუ ვერც ავხსნით და ეს დადებითად აისახებოდა ხოლმე ყოველთვის გაყიდვებზე. მე თქვენ თქვენ გაყიდვებზეც აისახა ამ წიგნის თუ არ ვცდები, ხო? ამ წიგნის გამოცემა. 2020-ში გამოვეცეთ ეს წიგნი, თუმცა ჩვენ სათაური შევცვალეთ და ძალიან უფრო რბილი ვერსია გამოვიტანეთ ამ სათაურის და ჩვენთანაც დღემდე ერთ-ერთი ბესტსელერია ეს წიგნი. მაგრამ რისი თქმა მინდა, ნუ ამან უკვე ჩაიარა დღესდღეობით თუ იგივე სიტყვას გამოიყენებთ წიგნის ყდაზე, ეს ბევრს ვერაფერს ვეღარ მოგცემს. შესაბამისად, ეს იყო ლურჯის სასრიალო 2016-ში, 2020-შიც, მაგრამ აღარ არის 2025-ში და რაღაც ახალი ლურჯის სასრიალოების მოფიქრება გვჭირდება ხოლმე ყოველთვის. რაც გაცვდა. ხო, და ანუ ეს შემდეგი კითხვა, რაც პრინციპში მინდა დავსო მიკრომენეჯმენტს რაც ეხება, რატომ და მივაქციოთ წვრილმანებს ყურადღება? რა არის ის საკუთარი მაგალითი აქვს განხილული, ახსენე რომ მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოდკასტი მსოფლიოში, რომლის ჩამოტვირთების მაჩვენებელმაც უკვე მილიარდი დააფიქსირა 2024 წელს და ისინი ფიქრობდნენ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, დაწყებული ფონური მუსიკიდან, ანუ მათი სტუმრის საყვარელ მუსიკას რთავდნენ ხოლმე ფონურ მუსიკად, ტემპერატურა, მიკროფონის განლაგება, აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელმაც შეიძლება უფრო კომფორტულად აგრძნობინოს თავის სტუმარს და უფრო ღია და გახსნილ საუბარს შეუწყოს ხელი. ანუ ეს არის წვრილმანი და დეტალი, რომელსაც სავარაუდოდ სხვები ამდენ ყურადღებას არ დაუთმობდნენ და არ მიაქცევდნენ, მაგრამ სტივენი ამბობს, რომ აი ამ ბევრი წვრილმანი დეტალის დაგროვება და აკუმულაცია საბოლოო ჯამში ქმნის დიდ შედეგს. და კაიზენის ტექნიკის მაგალითი მოყავს, რომელიც ძალიან ცნობილია და მოდის იაპონიიდან და რომელიც გულისხმობს ყოველდღიურად ეტაპობრივ გაუმჯობესებას. და კაიზენის ფილოსოფია რას ნიშნავს? ხო, მარტო ყოველდღიურ გაუმჯობესებაზე არ არის აქ საუბარი. კაიზენი გვეუბნება, რომ განვითარება არ იწყება ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ. ანუ თითოეული თანამშრომლის, თითოეული მუშის და უბრალო ხელოსნის აზრიც კი იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია, რამდენადაც შეიძლება იყოს დირექტორის აზრი. და პირიქით უფრო ქვემოდან ზემოთ ხდება ხოლმე შეთავაზებების წამოღება და მათი აზრის უფრო მეტად დაფასება თანამშრომლების. ხო, ნუ პრინციპში აი ამ მცირე წვრილმანებისგან შედგება რამდულად მას დიდი რაღაც უცეთი გინდა დიდ საქმეს მიაღწიო, რა თქმა უნდა წვრილმანებისგან შედგება და კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია დისციპლინის განტოლება, ხო, ამ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს და ნუ პრინციპში აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, რაც მინდა რომ გავშალოთ, ეს არის წარმატებისკენ მისასვლელი გზა, ხო, ყველა ეძებს წარმატებისკენ მისასვლელ მოკლე გზას, ხო, ან მარტივ გზას, ან ფიქრობს რომ რაღაც შორტკატების მოყვარული ხო, ან ფიქრობს რომ რაღაც ფორმულა არსებობს, ხო, მაგრამ როგორც კი აცნობიერებ, რომ წარმატების მიღწევის ფორმულა უბრალოდ არ არსებობს და ამის მიღმა არის შრომა, უძილოღამეები, დისციპლინა, მწვალება და ყველაზე რთული არის იმის გაცნობიერება, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მიუხედავად ამისა, რომ შენ რაღაცებს გაიღებ, მაინც რაღაცა შეიძლება მიაღწიო, ხო? ანუ გარანტია ერთ-ერთი რისიც გაქვს, არის სიკვდილი, ხო? და ზუსტად ამას ხსნის, რომ ადამიანის ერთ-ერთი გარანტირებულად აქვს მხოლოდ ერთი სიკვდილი და დანარჩენი არის რისი განკარგვად შეგიძლია და შევზღუდული გაქვთ, რომ მე მოყვანილი ყავს იქ წლები და ანუ მე
შევხედე ჩემას აქ ძალიან მტკივნეულია ხო რომ თურმე 12775 დღე მიცხოვრია და დამრჩა ეს საშუალო მაჩვენებლით ხო 15403 დღე და რატო არ უნდა გარისკო ხო იმიტომ რომ ერთი არის დაბადება რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეს შენ არ გეხება იმიტომ რომ შენ მშობლებს ულოცავენ მეორე არის რაც გარდაუვალია სიკვდილი რომელიც ასევე არ გეხება შენ იმიტომ რომ შენ ახლობლებს უსამძიმრებენ და აი ამ მონაკვეთში ხარ შენ როცა შეგიძლია რაღაცა გააკეთო ხო მიაღწიო რაღაც წარმატებას ან გაინცადო მარცხი, მაგრამ ისწავლო და მიუხედავად ამისა არ გაჩერდე, ხო? და რთულია ამის გაცნობიერება და ხშირ შემთხვევაში აი ამ სიკვდილის იგნორირებას ვახდენთ, ხო? ჩვენ თავს ვაკავებთ რაღაც გასართობებით, რაც გვავიწყებს ამას, მაგრამ ეს მიუხედავად ამისა ეს არსად არ ქრება, ხო? და მოყავს ამისთვის დისციპლინა, ხო? დისციპლინა არის ის, რაც გაიძულებს, რომ დაიცვა შენი ოცნებები და შენი მიღწევები ეს სიზარმაცისგან თუ რაღაც თავშესაქცევისგან, ხო? ის რა აკეთო საქმე, რაც სინამდვილეში შეიძლება არ მოგწონდეს რუტინა არ გიყვარდეს, მაგრამ აიძულო შენ თავი რომ მაინც გააკეთო, ხო? რატო არის დისციპლინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის? იმ კუთხით, რომ გვესმოდეს, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ის ძალა, რაც გვაძლევს საშუალებას, ან ეგრევე საწვავი, რასაც მივყავართ ჩვენი ოცნებებისკენ, ხო? რატო არის გამის გაგება რთული ადამიანისთვის? მოდი მე ცოტა შორიდან დავიწყებდი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას. ეს არის წარმატების შენეული განსაზღვრა. ანუ შეიძლება შენთვის წარმატება სხვა რამეს ნიშნავს, ჩემთვის ნიშნავს სხვას. ამას გარდა არის ხოლმე გარედან მოხვეული წარმატების განსაზღვრება, რომელიც ასოცირდება ფულთან, სტატუსთან, ოჯახურ მდგომარეობასთან, ვიზუალთან და ასე შემდეგ. ანუ თითქმის ყველა ვერ ვიტყოდი რომ ყალბი, მაგრამ ნაკლებად ღირებული, ნაკლებად შემავსებელი შინაგანად და ემოციურად. სტივენის მაგალითი ამ კუთხით არის ძალიან საინტერესო. იმ მცირე კონტექსტი მინდა რომ შემოვიტანო მისი ბავშვობის და თინეიჯერობის შესახებ. იმიტომ რომ 18 წლის ასაკში სტივენი იყო უნივერსიტეტიდან გარიცხული, შავკანიანი, რომელსაც არ ჰქონდა არც საჭმის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა რეალურად, ხო, იმიტომ რომ მშობლებთან ჰქონდა ურთიერთობა გაწყვეტილი და რაღაცა ფანჯრის საჭმელს იპარავდა. იპარავდა საჭმელს, ხო, თვითონაც თქვა. და იმ მომენტში მისთვის წარმატების განსაზღვრება რა იყო? ანუ დღიურში ჩამოწერა მიზნები, რომელიც უნდოდა შეესრულებინა 25 წლის ასაკამდე. ეს იყო პირველი მანქანა უნდოდა რომ ყოფილიყო Range Rover-ი, მილიონერობა უნდოდა, დაკუნთული სხეული 6 კუბიკით და საყვარელი ქალი გვერდით. ანუ აი ყველა ეს რაღაცა თავს მოხვეული ფანტასმაგორული ამბავი, რომელიც ეგონა რომ ღირებულებას შესძენდა მის ცხოვრებას. ღირებულება რაღაც კუთხით შესძინა, იმიტომ რომ დისციპლინა ასწავლა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ მიზნების მიღწევა, რომ ბევრი ღამეს გაეთენა, ბევრი რამეზე თქვა უარი და საკუთარი თავის მიმართ დადებული პირობები შეასრულა. 25 წლის ასაკში ეს ყველაფერი ქონდა, მაგრამ რა იყო შედეგი, ხო? თავს ისეთივე ცარიელად და მარტოსულად გრძნობდა, როგორც ინტერვიუებში საუბრობს და როგორც მის პირველ წიგნში აღწერს, როგორც გრძნობდა 18 წლის ასაკში მაღაზიების ვიტრინების წინ, როცა საჭმლის ყიდვის ფულიც არ ქონდა, ხო? ანუ მან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოტოვა. წარმატება არ განსაზღვრა საკუთარი გაგებით, მისთვის რას ნიშნავდა წარმატება. და შემდეგ უკვე შეცვალა ეს მიდგომა, განსაზღვრა რას ნიშნავდა მისთვის წარმატება, რომ ეს იყო მაქსიმალურად დადებითი გავლენის მოხდენა მაქსიმალურად ბევრ ადამიანზე და სწორედ მაშინ დაიბადა ეს პოდკასტიც სიოს დღიური. ხო, და ეს მახსენდება ნაპოლეონ ჰილის ფიქრი და გამდიდრიდან ძალიან ცნობილი ეს ფრაზა მწველი სურვილი, ხო, როცა შენ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ან მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებლადაც შეიძლება მიგაჩნდეს რაღაც, აი ამ აი სიჯუტი თუ აუხსნელი სურვილით მაინც მიდიხარ აქეთკენ, ხო და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, ეგ კოლონელ სანდერსის მაგალითი რომ მოუყვე KFC-ს დამფუძნებელის, რომელიც ამდე მიიღო 1000 უარი, 1000 უარი, ან 1000-მა ადამიანმა უთხრა 1000 უარი, რომ წარმოიდგინო უბრალოდ ვიღაცას რა იდეას უხსნი და 1000 სხვა ადამიანი რო გეტყვის 1000 უარს, ну ალბათ ეს ფრუსტრაცია და თავს ჩათვლი იდიოტად და იმ იდეას სისულელეთ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აი ეს სურვილის და ამ სიჯუტის გამო თავისი გაიტანა, ხო, იგივე JK Rowling-ი, რომელსაც 10-მა გამოცემამ უთხრა უარი ჰარი პოტერზე და მიიჩნეს ეს იყო სისულელე და გახდა ბესტსელერი და წიგნი, რომლის გამოც მე მაგალითად კითხვა დავიწყე, მაგამდე არ ვკითხულობდი. ხო, ანუ ეს არის ზუსტად ის, რაც ამ წიგნშიც მეორდება, ხო, მწველი სურვილიდან მე რამდენიჯერ ასე ვთქვათ, დასტურდება ეს, როცა ადამიანს აქვს ეს საოცარი სიჯუტე და მიუღებლობა მის, რომ აი უარი მიიღო და მაინც გააკეთო ის, რისიც გჯერა, არის ყოველთვის თავდება ამით, ხო, აი თუ იმეს წარმატების ფორმულა შეიძლება აინტერესებდეს, პირველ რიგში არის ეს, რომ მიუხედავად ბევრი უარისა მაინც გააგრძელო და მაინც იბრძოლო შენი ოცნებებისთვის, ხო? და განსაზღვრა რა არის შენთვის წარმატება პირველ რიგში? განსაზღვრა რა არის შენი მისია, ანუ რისი კეთება მოგიტანს შენ კმაყოფილებას, რას გააკეთებდი იმის მიუხედავად, ამაში თანხას აიღებ თუ არ აიღებ. და მერე ჯიუტად მწველი სურვილით მიყევი ამ გზას უარების რაოდენობის მიუხედავად. ხო.
ნამდვილად და ფაქტია რომ გამოვიდა იგივე სტივენ ბარტლეტის შემთხვევაში თუ ლაპარაკობთ აგერ მის წიგნზე ხო და ერთ-ერთი კიდე ძალიან საინტერესო თავი აქვს უკვე ეს არის ორგანიზაციის შექმნაც და ორგანიზაციის კულტურის არსებობაზე ხო და აი ამაზეც რომ ფართოდ ასე ვთქვათ გავშალოთ ეს თემა რატო არის ორგანიზაციის შექმნისას აუცილებელი კულტის მენტალობის შექმნა ხო, კულტის მენტალობაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე როგორც წესი ადამიანებს უჩნდებათ ნეგატიური კონოტაცია, იმიტომ რომ რა არის კულტი, ხო? კულტი არის რელიგიური ბრჭყალებში ორგანიზაცია, რომელიც რაღაცა იდეის გარშემო აერთიანებს ადამიანებს, ხშირად იყენებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მეთოდს, ძირითადად brainwashing-ს, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს მიმართავს ხოლმე და გარკვეულწილად ადამიანებს აზომბირებს, ანუ იმას აკეთებინებს, რის იკეთებაც მათი ლიდერებისგან მოდის, კულტის ლიდერებს გულისხმობ. და ხა როგორ შეიძლება ეს დავაკავშიროთ ორგანიზაციულ კონტექსტს ხო განსაკუთრებით დღევანდელ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში, როცა პირიქით გჭირდება ადამიანი, რომელიც არის ნოვატორი, რომელსაც შეუძლია კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, რომელიც პირიქით აქეთ დაგეხმარება და არა ის რომ შენ მისი ტვინის გამორეცხვით იყო დაკავებული და მიკრომენეჯმენტი და მიუთითო მას რა გააკეთოს. არა, ეს ასე არ მუშაობს დღეს. მაგრამ სტარტაპი რომ შევადაროთ კულტს, სტარტაპი როგორ იწყება? ყველა დიდი კომპანია, რომელიც დღეს არის წარმატებული და თავის დროზე იყო სტარტაპი, დაიწყო იმ ადამიანების იდეური გაერთიანებით, ვისაც სიგიჟემდე სწამდა იდეის წარმატების, ვისაც ჰქონდა მწველი სურვილი რაღაცეების შეცვლის, ხო? ამას უწოდებს სწორედ კულტის მენტალობას და გეუბნება, რომ პირველი 10 ადამიანი, რომელსაც შენ კომპანიაში აიყვან, ეს 10 ადამიანი განსაზღვრავს შემდეგ შენი კომპანიის კულტურას. ეს 10 ადამიანი ჩამოაყალიბებს კულტურას და მე-11, რომელსაც შენ გუნდში დაიმატებ, მათი მსგავსი იქნება. და როცა უკვე ორგანიზაცია გაიზრდება და მოემატება წევრების რაოდენობა, თუ ორგანიზაციული კულტურა არის ძლიერი, ახალი წევრები დაიმსგავსებიან ორგანიზაციულ კულტურას, მაგრამ თუ პირიქით კულტურა არის სუსტი და შენ ამ კულტის მენტალობის გაფართოება ვერ მოახერხებ პირიქით, ანუ ახალი ადამიანები დაიმსგავსებენ და მოირგებენ ამ კულტურას საკუთარ თავზე. როგორც წესი ყველა ორგანიზაცია გადის ხოლმე 4 ფაზას. ნუ პირველი ეს არის კულტის შექმნის ფაზა, როცა გუნდი ყალიბდება, იქმნება, ძლიერი გაერთიანება აქვს იდეის მიმართ, შეუძლიათ ღამეების გათენება, შეუძლიათ პირადი ცხოვრების გვერდით გადადება მიზნების მისაღწევად. ამას მოყვება ხოლმე ზრდის ფაზა, იმიტომ რომ როგორც წესი ესეთი თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის რაღაც შედეგებამდე მიდის. ზრდის ფაზა არის შედარებით ქაოტური, უფრო ნაკლები ადამიანია, ვიდრე არის შესასრულებელი ამოცანა და ადამიანური რესურსი არ არის ხოლმე საკმარისი. არეული პროცესებია მოკლედ და დასალაგებელი ორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით. თუმცა ამის შემდეგ გადავდივართ უკვე წარმოების ფაზაზე, როცა უკვე რეალურად ფინანსურ შედეგებზეც აისახება წარმატება, კომპანია იზრდება და აი აქ არის უკვე მნიშვნელოვანი ორგანიზაციული კულტურის სიძლიერე. ანუ დავიმგვანებთ ახალ ადამიანებს ჩვენ, თუ ჩვენ როგორც ორგანიზაცია დავემსგავსებით ყველა ახალ თანამშრომელს, რომელსაც მივიყვანთ გუნდში. და ანუ მეოთხე ფაზა ეს არის კლების ფაზა, რომელსაც სამწუხაროდ ყველა ორგანიზაცია არსებობის რაღაც ეტაპზე გადის. კლების ფაზა ავტომატურად არ ნიშნავს კომპანიის წარუმატებლობას, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც მომენტში, აი საიმონ სინეკთან თუ გავავლებთ პარალელს, შენ რაღაც მომენტში დაკარგე შენი არსებობის მიზეზისადმი ერთგულება, გადახვედი, არ ვიცი, კონკურენტების დამარცხებაზე, ანუ ღირსეულ მეტოქეთ აღარ აღიქვა მათ და მათ შეხედავ კონკურენტებს, სწორი თანამშრომლები აღარ აყავს გუნდში და მათ განვითარებაზე აღარ სრულნავ. და კლების ფაზაში გადავდივართ მოკლედ. ხო, და უბრალოდ კიდე ერთი საინტერესო მაგალითი მახსენდება ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობაზე. ძალიან ცნობილი შემთხვევა მოხდა, მე ამას დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული და მხატვრული ფილმიც მუმბაის ტერაქტი. და ეს არის ფანტასტიკური ფილმი, ურჩევ მაყურებელს მას უყუროს ამ ფილმს, სადაც ნათლად ჩანს რამხელა როლი აქვს ორგანიზაციულ კულტურას. ანუ აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მუმბაის სასტუმროში, ნუ იყო შებზარეული, ასე ვთქვათ, სხვა პოზიციის ხალხი. და აი ამ ტერაქტის შემდეგ, როცა ამ ხალხს შეეძლო უბრალოდ ამდგარიყნდა გაქცეულიყვნენ, ვერ გააკეთეს ეს, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ აი ეს ერთგულების განცდა თავისი ორგანიზაციის მიერ და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო სტუმარი, ანუ ამ სასტუმროსთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი. და ეს ორგანიზაციული კულტურა იყო გამჯდარი, რომ სტუმარი იყო ამათთვის როგორც ღმერთი და მას ემსახურებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი სტუმარი ყოფილიყო ბედნიერი. და ამ სიტუაციაში შებზარეულმა აიღო თავის თავზე ფუნქცია, რომ შეკრიბა ეს თანამშრომლები და უთხრა, რომ არანაირი ვალდებულება მათ არ ჰქონდათ, რომ დარჩენილი იყვნენ, იმიტომ რომ
კონტრაქტის მიხედვით არავის არ აქვს ვალდებული გაწიროს თავი, მაგრამ ვისაც ჰქონდა სურვილი რომ დახმარებოდა მათ სტუმრებს რომ ასე ვთქვათ სამშვიდობოს გაიყვანათ, მათ შეეძლო დარჩენა და არავინ არ წავიდა, ყველა დარჩა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ მოვლენას, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი, რომ რამდენად ერთგული ხარ შენ იმ იდეის მიმართ, ისიც გჯერა და ამ ორგანიზაციის კულტურის გამო მზად ხარ რომ აი ამ თანამშრომლობ მზად ხარ რომ რაღაცა სასწაულზეც წახვიდო, მათ შორის შეიძლება სიცოცხლეც გაწირო, მე მას კი არ ვამბობ რაღაც სიცოცხლე უნდა გაწიოს ორგანიზაციის გამო, მაგრამ ვამბობ ამით იმას რომ რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ორგანიზაციის კულტურა. მეორე ძალიან ცნობილი кейსია ამ კორონას გამო, როცა დაიკეტა არაერთი ასე ვთქვათ კომპანია, ერთ-ერთი იყო მცენარეების და ყვავილების კომპანია, რომელიც ამარაგებდა მოლებს და ძალიან დიდი შეკვეთა მიიღო ერთი მოლისგან წინასწარ დაამზადეს ამ მოლმა გადაავა და გახსნა რამდენიმე წლით, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა, შესაძლოა ფული ვერ გადაუხადეს. და ამ ადამიანს ჰქონდა აღარ მახსოვს სახელი, მარტინი არ ქოთოს მენეჯერს უთხრა თავის შეკრიბა თავის თანამშრომლები და უთხრა რომ მე 3 თვის მანძილზე მინიმუმ ანუ არ შემიძლია რომ ხელფასი გადაგიხადოთ და ნუ არ მეწყინება წახვალთ და თხოვა რომ მიიღოთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე და ძალიან საინტერესოა რომ 40 თანამშრომელი არც ერთი არ წავიდა, მთავარი იყო ის ორგანიზაციული კულტურა, რის გამოც ეს ხალი უყვარდა, რომ ეს ხალი იყო ძალიან გრძნობიარე, მაგალითად ითვალისწინებდა იმას რომ ვიღაც ორსულად იყო და ადრე უშვებდა, ვიღაცის ბავშვი ამ სკოლიდან უნდა მოიყვანათ სახლში და ადრე გაიშვა. ადამიანებს რაღაცას აგრძნობინებდა, ხო, თანამშრომლებს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი იყო, რის გამოც ამ ხალხმა მსხვერპლი გაიღო და სამი თუ იმუშაო ხელფასოდ, ხო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციული კულტურა და საინტერესო რასაც მათ შორის სტივენი წერს. და ბოლოს რომ შევაჯამოთ ჩვენი წიგნი, რა არის ასე ვთქვათ სტივენ ბარტლეტის მთავარი სათქმელი სიოს დღიურით და რა მიიღო ქართულმა მკითხველმა ამ წიგნის ქართულ ენაზე თარგმნით. ჩემთვის ამ წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სხვა წიგნებისგან გამოარჩევს, ეს არის სტივენის განვლილი გზა, ანუ მისი პიროვნული ტრანსფორმაცია და ის ანტრეპრენერული მოგზაურობა, რომელიც სტივენმა გაიარა. რაც ძალიან ცხადად და ნათლად ჩანს ამ წიგნში. გარდა ამისა, როგორც ვთქვით, სტივენს აქვს საკუთარი პოდკასტი და რეალურად ამ წიგნში თავმოყრილი იდეები, ეს არის პოდკასტის 700 საათიანი დაახლოებით 700 საათიანი ჩანაწერების მოკლე შეჯამება. და რომ გადავხედოთ მისი სტუმრების სიას, მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები ყველა მიმართულებით, სპორტი, მედიცინა, ხელოვნება, გონების კვლევა, ყველა მიმართულებით წამყვანი ადამიანების და წამყვანი მოაზროვნეების ნაზრევს შეგიძლია რომ ერთ წიგნში გაიცნო. როგორც თქვი, წიგნში არის 33 წესი და მე ვიტყოდი რომ რამდენადაც გააჩნია ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფები, გააჩნია რა არის გამოწვევა შენთვის ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ წესებიდან ზოგი უფრო ახლოს მოვა შენთან და უფრო მეტად დაგეხმარება, ზოგიერთი შეიძლება იყოს ნაკლებად საინტერესო. პირადად ჩემთვის ორი წესი იყო, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ერთია თავარ გეგმას მისდიეთ და უარი თქვით გეგმა ბეზე. და რატო? ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გეგმავს და მზად არის როგორც A ვერსიისთვის, ანუ საუკეთესო ვერსიისთვის. განვითარების სხვა სცენარისტვის. ასევე ხო, ნუ რაღაცეები არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენს კონტროლს მიღმა პროცესები ხდება და შესაბამისად, ხო, მნიშვნელოვანია რომ თუ რაღაც ისე არ გამოვიდა როგორც დაგეგმე, გქონდეს გეგმა B და არა მხოლოდ გეგმა B, გეგმა C-ც. სტივენი ამბობს, რომ ეს არის წარმატების მკვლელი. სათადარიგო გეგმა კლავს მთავარი გეგმის მიღწევის ალბათობას. და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ძლიერი take away, რის განხორციელებასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვცდილობ, რომ მივდიო ჩემს მთავარ გეგმას და იმის ნაცვლად, რომ დრო დავუთმო მეორე სათადარიგო ან თუნდაც მესამე სათადარიგო გეგმის შემუშავებას, თავარ გეგმაზე ვიმუშაო და მთელი ჩემი რესურსი, შემოქმედებითი ენერგია, ენთუზიაზმი, ყველაფერი ჩავდო მთავარი გეგმის წარმატებაში. უკან დასახებ გზას არ იტოვებ. ეს გააცამშოვე. ვიტოვებ. პრობლემაც არ ვიცი პრობლემა რამდენად სწორი სიტყვა. რასაც სტივენი ამბობს, ანუ შენ უკან დასახებ გზას არ იტოვებ და აიძულებ შენ თავს რომ გააკეთო ბოლომდე მიყვე იმ პირველ გეგმას. ხო, რა, ის საკუთარი ტყავი ბოლომდე გაქვს გაწირული, რაც იქნება შედეგი იმის მისაღებად და ხო არ ვიცი, ჩემი ბუნება ალბათ ცოტა უფრო ფრთხილია და რა თქმა უნდა მარტო არ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, ვისთვისაც შეიძლება სენსიტიური იყოს ეს პრობლემა და ვინც შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოს, იმიტომ რომ ხო გეგმა ბეს არსებობა როგორც წესი უსაფრთხოების კამარია მარტივად რა, ნეგატიური შედეგებისგან მეტნაკლებად გვიცავს, მაგრამ ამავდროულად წარმატებასაც გვაშორებს და წარმატებისკენაც გვიცავს.
და მეორე წესი ეს არის კონტექსტის მნიშვნელობა ჩვენი წარმატებისთვის. ანუ ჩვენი უნარები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც კონტექსტი, რომელშიც ამ უნარების გამოყენება შეგვიძლია. საკუთარი მაგალითი აქვს ისევე განხილული, რომ ერთ-ერთი წამყვანი მარკეტერია მსოფლიოში, თუმცა კომპანიამ, რომელიც აბსოლუტურად სხვა კვლევების მიმართულებით მუშაობდა, შესთავაზა იმდენად მაღალი ანაზღაურება, მისთვისაც კი წარმოუდგენლად მაღალი იყო. დასკვნის გაკეთება არის ძალიან მარტივი. ანუ თუ ჩვენ ვფიქრობთ კარიერულ განვითარებაზე, თუ ჩვენ ვფიქრობთ ცვლილებებზე, მნიშვნელოვანია რომ განსაზღვროთ კონტექსტი, რომელშიც უფრო ღირებული შეიძლება გამოჩნდეს ჩვენი უნარები, ვიდრე იმ გარემოში, რომელშიც დღეს ვმუშაობთ და ოპერირებთ. და რაღაცა შეჯამების სახით პატარა მიმართოს გავუკეთებთ ჩვენს მაყურებელს, რომ არასდროს არ უთხრეთ საკუთარ თავს, რომ გაკლიათ კომპეტენცია, რაღაცას არ იმსახურებთ, ან საკმარისად კარგი არ ხართ რაღაცის მისაღწევად. ზრდას ვიწყებთ მაშინ, როცა ვიწყებთ ისეთი საქმეების კეთებას, რომლის კეთების კომპეტენციაც არ გვაქვს. ძალიან კარგი დასასრულია. მადლობა თამთა პრილში სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო. მაყურებელს კი ურჩევ, რომ აუცილებლად გაეცნოს CEO-ს დღიურს, მათ შორის შეგიძლიათ უყუროთ თვითონ სტივენ ბარტლეტს, იმედი მაქვს სტივენი ნახავს ჩვენ პოდკასტს. ამით გემშვიდობებით, გამოიწერეთ და გამოყევით Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე. ნახვამდის.